Демографски промени с европски сбоговот. Огромен потенцијал што мора да биде из целиот регион на Источна Европа. All those challenges that humanity faces. I will try to do my best in this. Support healthier. In recent years, Georgia need to be discussed. Постуваме системски решенија. And it's a very ambitious time. And of course, study. We have built a digital CD and EU Must be fixed, otherwise it will be impossible. Thoroughly, and of course afterwards to ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა დემოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება, დღითი დღე აქტუალური ხდება სოფლიოს არაერთი მათ შორის განვითარებული ქვეყნისთვის და ბუნებრივია რომ ყურადღებას სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საინტერესო პლატფორმაა იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და ამ მიმართულებით ბუნებრივია გქონდეს შესაძლებლობა რომ დისკუსირების საკითხებზე მსჯელობის შედეგად გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ და ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი მოხმარდეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას. შეხვედრის ფარგლებში ქონდა შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიგვეღო როგორც პანელურ დისკუსიებში და ზოგადად დისკუსიებში და გვემსჯელა საკითხების ირგვლივ იმავდროულად ბუნებრივია ორმხრივი შეხვედრები, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა. ეს იყო განიხილებოდა ჩვენს მიერ დასმული ცალკეული საკითხები, როგორც UNFPA-ის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან, იმავდროულად ამავე მასპინძელის ქვეყნის შესაბამისი დარგის მინისტრთან. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ერთის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და მეორეს მხრივ რომ ეს თანამშრომლობა გახდეს სასარგებლო ცალკეული კარგი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, სადაც განიხილებოდა გამოწვევები დემოგრაფიის პოლიტიკის მიმართულებით დღეს ევროპასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში. რამოდენიმე შეხვედრა გავმართეთ როგორც კონფერენციის ხელმძღვანელებთან, ასევე გაეროს ფონდის ხელმძღვანელებთან, სადაც ჩვენმა მხარემ დააფიქსირა ჩვენი მნიშვნელოვანი პოზიციები თუ რაზე მუშაობს დღესდღეობით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დემოგრაფიული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მთლიანად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის უმეტეს ქვეყნებში და ჩვენი მონაწილეობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად გაგვეზიარებია მათი ხედვა, მათი პროექტები, პროგრამები, რომელიც ხორციელდება ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული ამ დღეების განმავლობაში კონფერენციაზე, განსაკუთრებით შეეხება ეს საკითხებს მიგრაციას, ასევე დემოგრაფიულ განვითარებას, დემოგრაფიულ დინამიკას. რა თქმა უნდა, ყველა ეს ის საკითხია, რომელიც პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, მინისტრმა ასევე დამსწრე საზოგადოებას პანელის ფორმატში მიმართა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიგრაციის, დემოგრაფიის კუთხით.